დღეს სიუჟეტში განვლილ 2015 წელს გადავავლებთ თვალს და გავიხსენებთ მთავარ მუსიკალურ მოვლენებს, ჩამოსული თუ ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით ჩატარებულ ფესტივალებს, საკლუბო ივენთებს, ღონისძიებებს, რომლის მონაწილეებით სავარაუდოდ თქვენც იყავით. აქედან გამომდინარე კი ვისაუბრებთ ქართული მუსიკალური სცენის განვითარების ტენდენციებზე, რომელიც გასული 2015 წლის განმავლობაში გამოჩნდა. წელი კიდევ ერთი გაგრძელება იყო იმ ქართული ტრენდის, რომ ელექტრონული მუსიკის ბუმი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და უკვე არც არავინ აღარ ვახსენებს საერთოდ იმის გამო, რომ ბუმიც აღარ ქვია უკვე რაც ხდება თბილისში და ზოგადად საქართველოში, იმიტომ რომ სულ ცოტა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ელექტრონული მუსიკის სცენა გვაქვს. ყველაზე მეტი ახალი მოვისმინეთ ისევ და ისევ ელექტრონული მუსიკის შემქმნელებისგან, პროდიუსერებისგან. ეს იყო ოიმაკტა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლაივი ჰქონდა წელს. HVL, პანჩელი ეს DJ-ები, რომლებიც ყოველთვის ხარისხიან სეტებს გვთავაზობენ ხოლმე. აქ აღარ არის უკვე იმაზე საუბარი, რომ ერთი და ორი კლუბი არის, რომელიც რაღაც საქმეს აკეთებს. იმის გამო, რომ კონკურენცია ძალიან დიდია, სულ უფრო და უფრო მეტ მაღალი დონის არტისტს გვთავაზობენ ყოველკვირეულად. 2015 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო ბასიანის შექმნა. თავის კონცეფციით არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ბოლო წლებში საერთოდ საქართველოში გაკეთებულა. რადგან თქვათ ბასიანი ორიენტირდება არის მთლიანად მუსიკა. უკვე ჩამოვიდა ძალიან მრავალი არტისტი, პირადად მე ვერც ვიფიქრებდი წელიწად ნახევრის წინ, რომ აი მორის ოსვალდს აქ ვიხილავდი ოდესმე რა. სხვა მნიშვნელოვანი არტისტები ჩამოვიდნენ და უკვე ეს იცი როგორ არის არტისტები ჩამოდიოდნენ, მაგრამ მიდგომა არის რა ამ შემთხვევაში სხვა ეს არის უკვე მუდმივი პროცესია თუ მუდმივი პროცესი არის და არტისტი ჩამოვა მიეცემა მივიწყებას ამაც არტისტის გაცნობა საზოგადოებისთვის კიდევ ცალკე თემა რასაც უკვე ბასიანი აკეთებს რა თავისი ძალიან სწორი მიდგომით რომ ინტერნეტში უკვე ბლოგპოსტებს დევს და აცნობს ადამიანს ანუ ეს არის შემეცნება და არა მარტო გართობა ყველა კლუბმა მეტნაკლებად თავისი ნიშა დაიჭირა ანუ ბასიანი გვთავაზობს თანამედროვე ევროპაში დღეს რა ხდება, დღევანდელ ტრენდს გვაცნობს, მტკვარს მაგალითად უფრო ექსპერიმენტული ტიპები ჩამოყავს. გალერიმაც დიდი გალერიზე მაქვს საუბარი მეტნაკლებად რაღაც თავისი გზა აირჩია. როდესაც ერთმანეთს არ კვეთს სხვადასხვა კლუბების საუნდი, თქვათ თვითონ ბრენდინგი, ზოგადად მუსიკალური ბრენდინგის თვალსაზრისით და დეკორატიულადაც და ვიზუალურადაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ პოზიციონირებას ახდენენ რა და ნენელა მომხმარებელს იჩეს, მომხმარებელი უკვე მომხმარებელს არ ჭირდება მხოლოდ საგულაოდ წასვლა სადმე ივენტზე. ეს უკვე არის მუსიკალური თვალსაზრისით განსხვავება. იმდენად მრავალფეროვანი მუსიკალური სპექტრი შეთავაზა თვითონ კლუბებმა, რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილი მსმენელს, რომ ამ ფესტივალებზეც იმოქმედა. ანუ უფრო და უფრო იზრდება მსმენელი. ის ფესტივალები, რაც გაიმართა, ელექტრონული ფესტივალი იქნებოდა თუ არა ელექტრონული ფესტივალი, ძალიან მაღალი ხარისხის არტისტებით იყო დაკომპლექტებული, იმიტომ რომ იგივე ბლიკის ფესტივალზე, რომელიც ბათუმში გაიმართა, ჟუან ატკინსი იყო ჩამოსული, ჟუან ატკინსი რომ არა, ტექნო უბრალოდ არ იარსებებდა, ერთ-ერთი მთავარი ძალა არის, რომელმაც ეს ტექნო დეტროიტიდან წამოიღო. ასევე 2015 წელს სამივე ეგრეთ წოდებული შემქმნელი მამა ტექნოსი თბილისს ეწვია, ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტია, არ ამგონია ბევრი ქვეყანა იყოს. ჩვენაირი ქვეყანა, ახლა გერმანიაზე, დიდ ბრიტანეთზე არ მაქვს საუბარი და საფრანგეთზე, სადაც ერთ წელს ადამიანს საშუალება აქვს ტექნოს შემქმნელები მოისმინოს, ამასთან ერთად ის ხალხი და იმ ლეიბლის წარმომადგენლები მოისმინონ, რომლებიც ტრენდს ქმნიან დღევანდელ მუსიკაში, ეს არის გიგლინგის წარმომადგენლები იქნებიან, ნოუდენ ელექტრონიქსის წარმომადგენლები თუ რომელიმე სხვა. კარგი იყო ასევე ისიც, რომ ის Altevision ფესტივალი რაც სტარდება, თუ წინა წლებში თუ შედარებით ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში დაბალი ხარისხის არტისტები ჩამოყავთ. ნუ დაბალი რა, ის არტისტები, რომლებმაც უკვე თავის დრო მოჭამეს და დღეს აღარ არიან აქტუალურები, წელს ესეც შეიცვალა და ისეთი არტისტები ჩამოვიდნენ ჩვენთან, როგორც Open Skin არის, Archive არის, ასევე Placebo იყო. Nils Fram's ჩამოყვანა იყო პირველი ესეთი ექსპერიმენტალური ნაბიჯი.
ვფიქრობ, რომ ეს ამ წლის ესეთი დიდი ბუმი, ესეთი არტისტების ჩამოყვანით, უფრო მეტად იმოქმედებს 2016 წლის სმენელის გაზრდისთვის და მათი მზაობისთვის, რომ 2016 წელს უფრო ესეთი პროდუქტი დავდოთ ჩვენ. ძალიან გამიჭირდება გავიხსენო ქართველი არტისტები და მათი ალბომები, რომლებმაც რამე შექმნეს. ერთადერთი რაც მახსენდება, ჩემი ქალაქის პროექტი როცა იყო, როდესაც სხვადასხვა ჰიპ-ჰოპ არტისტებმა თითო-თითო ტრეკი შექმნეს თავიანთ ქალაქზე. SFX-ის ტრეკი მე ძალიან მომეწონა და ასევე ძალიან კარგი იყო კაზიჯაზის ნამღერი თავის ქალაქზე. ვინც თქვათ მე მომეწონა ვიყოდი ამას ტუსია ბერიძეს, ანუ 2015 წლის დასაწყისში გამოუშვა ალბომი Into the Nerves. ტუსიასაც დამახასიათებელ მელოდიური, მელანქოლიური და საკმაოდ წყნარი მშვიდი ალბომი, ამბიენტი. ყავს ნიჭიერი ტიპები, რომლებიც თქვათ უკვე არიან გასულები. უფრო მეტ შეუძლია გასვლა. ამისთვის არის უფრო მეტი მონდომება საჭირო რა. პირველ რიგში არის მონდომება ის, რომ ვერ გათვლი შენს ნამუშევარს კომერციულად საქართველოს ბაზარზე, მაგრამ უნდა ინებოდა რა ზონეზე მიეწვნო ხმა, რომ აქ გახდე რაღაცნაირად წარმატებული, შენ უკვე გახდები უკვე შენ უცხოეთშიც რა.